სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე. ატვირთას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ეს არის დიალოგური ხასიათის ოსტინ დანკინთან, მის თანაშემწესთან, რომელიც კოვიდის პერიოდში ხდება და ასევე ეს თუ სექტემბერი 27 ძალიან მალე 2 ნოემბერს ხო არჩევნები არის უკვე დანიშნული 2020 წლის საპრეზიდენტო, იცით ბაიდენი გაიმარჯვებს. და კითხვაც აქედან მოდის, როგორ განსაზღვროთ პრიორიტეტები მომავალ 2020 წლის ამერიკის არჩევნებში. მე ამერიკის არჩევნები თქვი, იმიტომ რომ ეს მარტო საპრეზიდენტო არჩევნები არ არის, რომელიც ამას ქვია გენერალური არჩევნები. სადაც ირჩევენ არა მარტო პრეზიდენტს, არამედ გუბერნატორებს, სენატს, კონგრესს, ყველას აბსოლუტურად, იცით ხომ? საოცარი ამერიკული საარჩევნო სისტემა, საარჩევნო კოლეჯი, მარტო ამერიკას აქვს ეს, იცით. ასე რომ ჯონ მაკარტური აი აქ, როგორც არასდროს უფრო ერევა და უფრო შეშფოთებულია იმ ტენდენციებით, რასაც გვთავაზობენ დემოკრატები. ხომ იცით, ჯერ მარტო ობამამ როგორ დაიწყო მსგავს სქესიანებთან და არა ერთ სქესიანთან, არამედ მსგავს სქესიანთან. საერთაშორისო ეს ბატონი თეოფილე მალაქიას შენიშვნა იყო, როცა ქართულად ახლაც ხელოვნურმა ინტელექტმა არასწორად გადათარგმნა ერთ სქესიანთან. ხო, ასე რომ ერთ სქესიანთან არა, მსგავს სქესიანთან. Same sex marriage, ხო, same sex. მსგავს სქესიანთა და არა ერთ სქესიანთა. ერთგვარი ქართულში არ ჯდება კარგად, ხო? ასე რომ მსგავს სქესიანთა. უფრო სწორი არის ეს გამოთქმა და ჯონ მაკარტური აშკარად ნახავთ ახლა როგორ პასუხს გაცემს, რითი უნდა ვიხემძღვანელოთ ჩვენ. და ეს ტენდენციები მას ამის შემდეგ დაპირისპირება მოუწევს გუბერნატორთან გევინ ნიუსამთან, რომელიც არის დღევანდელი ალბათ ყველაზე დიდი ალბათობით კანდიდატი საპრეზიდენტო მომავალ არჩევნებში. ტრამპის აღარ შეეძლება, მაგრამ JD Vance, ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ალბათ იქნება კანდიდატი რესპუბლიკელების, დაუპირისპირდა გევინ ნიუსამს, რომელთანაც მე პერსონალურად დაპირისპირება ჰქონდა ჯონ მაკარტურს, იმის გამო რომ ეკლესიას ღიას დატოვებს და უკვე $500 ყოველ კვირას აჯარიმებენ მას და უფრო მეტი იქნება კიდე ჯარიმა, როდესაც მან ეკლესია გახსნა. და ამასაც მე თქვენ მოისმენთ გზა და გზა. აი ახლა მოусმინოთ მოდით, აბა ოსტინს და ჯონ მაკარტურს დიალოგებში. ოსტინი გამორჩეულია თავისი იუმორით და ჯონ მაკარტურიც მას აძლევს უფლებას, რომ გაეხუმროს და მოესიყვარულოს ხოლმე, როგორც არც ერთი სხვა. მე არ მინახეს სხვა, რომ ესე ეხუმრებოდეს ჯონ მაკარტურს, მაგრამ ეთყობა მას აქვს უფლება ამის გაკეთების. ოსტინი აგრძელებს, დიახ, სასარგებლო იყო ძალიან წინა კითხვა. ფიქრობ ვერ ადამიანს დაეხმარება ეს თქვენი პასუხი იმ კითხვაზე, რაც ეხებოდა ისრაელს და ამერიკას და ეკლესიას. ჩვენი ერის შესახებ კიდე უფრო მეტი კითხვა მოდის და გაჩნდა. ჯეიმსმა მაგალითად რამდენიმე კვირის წინ საუბარში თქვენ მიერ ნათქვამის შესახებ იკითხა, როგორ განსაზღვროთ პრიორიტეტები მომავალ არჩევნებში. მან მოისმინა თქვენი ნათქვამი, რომ აბორტი და ჰომოსექსუალობა პლატფორმისათვის ძალიან ცუდი არის პოლიტიკური საარჩევნო პლატფორმისათვის და ქრისტიანებმა ის უნდა გაითვალისწინოს თუ ვისაძლევენ ხმასო. მაგრამ ასურს იცოდეს, რატომ არის ეს უფრო მნიშვნელოვანი აბორტი და ჰომოსექსუალობა, ვიდრე ღარიბების გამოკვება, ჩაცმა, უფრო მეტი ბიბლიური პრიორიტეტი, გადავთ ძალიან ბევრს აინტერესებს ეს ხშირად სოციალური თემები. იმიტომ რომ ამერიკაში ძალიან აქტუალურად დგას ეს საკითხი და ჯონ მაკარტური. იცით, არ ამგონია რომ თქვენ თქვათ, შეგიძლიათ თქვათ, რომ აბორტისა და ჰომოსექსუალობის მოწინააღმდეგეები აუცილებლად არ გამოკვებავენ ღარიბებს. ჯონ მაკარტური 200-ად პასუხობს ხოლმე ესე. არ ამგონია არსებობდეს ხალხთა ჯგუფი, რომლებიცაც სურვილი არ ქონდეს რომ დაეხმაროს ღარიბებს. არ ამგონია თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ რესპუბლიკელები არ გამოკვებავენ ღარიბებს. და დემოკრატები გამოკვებავენ ღარიბებს და უსახლკაროებს დააკმაყოფილებენ. ამიტომ ჩვენ უნდა დავეთანხმოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გამოკვებავენ ღარიბებს და ამავე დროს მოგვაწვდიან დაუშვათ ისეთ თემებს და ისეთ საკითხებს დააყენებენ, როგორიც არის აბორტი, ასევე ჰომოსექსუალობა და მსგავს სქესიანთა ქორწინებები. ფიქრობ ამ ერმა, ლაპარაკი ამერიკის ერზე, წარმოუდგენელი ისტორია ქონდა და აჩვენა არნახული დახმარება გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნით. საქმე იმაში, რომ დღეს თქვენ ხედავთ ქუჩაში მცხოვრებ ღარიბებსა და ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს უგულველყოფას და ეს ყოველთვის დემოკრატიულ რაიონებში ხდება. მიაქციეთ ყურადღება, ჩვენი შტატი ალბათ როგორც არც ერთი ნიუ-იორკთან ერთად არის ყველაზე დემოკრატიული და სულ დემოკრატები იმარჯვებენ აქ, ხო? მათ თავი რატომღაც შემოგთავაზეს ღარიბებზე ზრუნველებად, მაგრამ მე ვერ ხედავ
რაიმე მასშტაბურ ძალისხმევას ამ უკიდურესად გაჭირებულ ადამიანების დასაკმაყოფილებლად და მათი პრობლემის მოსაგვარებლად. ასე რომ ცხადია ქრისტიანული სიყვარულის ფუნქცია ქვრივებზე, ობლებზე და ღარიბებზე ზრუნვა და გაჭირებულებისათვის ყველაფრის გაკეთება. ეს ქრისტიანულს აქციელია და ფიქრობ ამერიკამ თავის ისტორიის განმავლობაში მსოფლიოში გამორჩეული ადგილი დაიკავა. ყველაზე მოწინავე სამატყუპოს მოვლა, ხომ ამ ტიპის უმეტესი ნაწილი დასავლეთში ქრისტიანობის მეშვეობით შეიქმნა. ეს ყველაფერი ევროპაში ქრისტიანება დაიწყეს, ხსნის არმია და ასე შემდეგ. ამიტომ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ღარიბებზე ზრუნვით თქვენ აუცილებლად ხომ ასევე გაჭირვებულზე ზრუნვათ. მაგრამ ამავე დროს თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამას როცა აკეთებთ, ბავშვების აბორტები და არ უნდა დაუჭიროთ ხარი მსგავსქესითა ქორწინებას და ყველა სახის უღმერთო ქცევას. ამიტომ არ ფიქრობ, რომ ეს განსხვავება უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ თითქოს და დემოკრატები უფრო იზრუნებენ ღარიბებს და გაჭირვებულებზე, ვიდრე რესპუბლიკელები. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში გადასახადების ტვირთი, ხომ, როცა იხდის ადამიანებს, როცა შენ ართმევ ამ ფულს, ორ რამეზე უნდა იყოს მიმართული. ხო? თუ დაუბრუნდებით ჩვენ ისრაელს, ნახეთ, გადასახადები ორ რამეს აკეთებდა. გადასახადები უზრუნველყოფდა ლიდერობას, ანუ სახელმწიფო სტრუქტურებს, დაცვას ხალხისათვის, ეს იქნებოდა პოლიცია, ჯარი და ასევე იზრუნებდა ღარიბებზე. სწორედ ამიტომ ისინი არ იღებდნენ მოსავალს მინდვრის კუთხეებიდან და ტოვებდნენ მათ ღარიბებისთვის. სწორედ ამიტომ იყო მეათედი, შეადგენდა მინდორში მოყვანილი მოსავლის მეათედი ღარიბებისთვის. ეს ორი რამე მთავრობის როლია. იზრუნოს მათზე, ვისაც ზრუნვა სჭირდება, დაიცვას ის ხალხი, რაც ისჩარდოთ თქვენ უნდა დასაჯოთ ბოროტმოქმედნი და დაიცვათ ისინი, ვინც სიკეთეს აკეთებს. ამიტომ როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ ზრუნავს ღარიბებზე, მაგრამ ლოს-ანჯელესში ჩვენ 80,000 ადამიანი უსახლკარო გვყავს, ხო? და ოსტინმა დაეხმარა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს კაშკარად გაუარესდა და გაორმაგდაო. ყველამ ნახეთ ესო. დიახ, 80,000 ადამიანი აგზავნეს ჯონ მაკარტური მარტო ლოს-ანჯელესში. კალიფორნიაში კიდე მეტი. ხა ბოლო მონაცემით მე რაც ვიცი, ხო? ბოლო 2 მილიონი ამერიკაში, ეს შემონაცემს გეუბნებით ეხლა. გუში, რამოდენიმე იმის ხნის უკან მოვიძი მე ეს მონაცემი. 2 მილიონამდე ამერიკაში და აქედან 9 მილიონი მოდის კალიფორნიის შტატზე. სადაც 500 მილიარდელია. საერთოდ 1000 მილიარდელი ყავს ამერიკას და 500 მარტო კალიფორნიაში იცით ხო? კალიფორნიიდან უკვე ბევრმა დატოვა მილიარდელებმა, ელონ მასკმა, ელისონმა, ტეხასში გადადიან ბევრი. დრო ნაკლებია გადასახადები მათთვის. და ამაზეც ერთი ამბავი იყო, ნევდ გიუსამი იცავდა. სად მიდის ეს ფული, როცა გადასახადებს კრიფავ, ხო? და ამდენი უსახლკარო მაინც არის. და ჯონ მაკარტური, ხედავთ, ეს სრულიად დემოკრატების მიერ დომინირებული შტატია. მაშინ სად არის თანაგრძნობა ამ ადამიანის მიმართ, თუ დემოკრატები ასე არიან ცნობილები? უცნაური, როდესაც ამ შტატის ხელმძღვანელობა გლობალური დათმობით გაცილებით უფრო მეტად არის შეშფოთებული, ვიდრე ლოს-ანჯელესში მყოფი უსახლკარო ადამიანების სიკვდილით. და ოსტინი ეხმარება. დიახ, ჩვენი ეს რაც აქ გააჟღერა კალიფორნიამ, უნდათ რომ მხოლოდ ელექტრომობილები, ავტომობილები ყავდეს 2035 წლისათვის. და ჯონ მაკარტური ეხმარება და იცით რას იყენებენ ელექტრომობილებში ელემენტის დასამზადებლად? ქვანახშირს. დიახ, ქვანახშირს. ასე რომ ეს ქვანახშირი ძალიან არაეკოლოგიურად მოიპოვება და იხარჯება. დიახ, ქვანახშირი, ასე რომ თუ დაუბრუნდებით დავიწყებთ ამით, ხომ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხომ, ადამიანები რას უკეთებენ რეკლამას. ჯონ მაკარტური აგზელეს. მე ეს ადრეც მithქვას და ეხლაც გეუნებით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ეხლა პლანეტას აფუჭებთ, ეკოლოგიურად და პალენდა ისპობა, დაელოდეთ, რასაც ნახავთ და რასაც იესო გაუკეთეს ამ პლანეტას. რა მოუვა ამ პლანეტას მეორედ მოსვლისას და მერე ბოლოდ 1000 წლეულის შემდეგაც, ხო? ხედავთ? და ჯოსტინი ეხუმრება ჯონ მაკარტურს. თქვენ რა ჯონ ნაგვის გადამუშავების წინააღმდეგი ხართ? და ჯონ მაკარტურმა ოსტინ, მე ნაგავს ყავისფერ კაცს შევდებ და ლურჯ კაცს შევდებ დანარჩენებს, ასე რომ მე ვარ. ესე იგი, თქვენ პატიოსანი მოქალაქე რა ჯეი მაკ, კარგი მოქალაქე ჯეი მაკი. ეხუმრება რა თქმა უნდა. და ესე დამთავრდა ეს თემა. მადლობა მოსმენისათვის.